ქართული ოცნების პოლიტიკა სულ უფრო ძალადობრივი ხდება. გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგი გახარია გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. ამ ვიდეო მასალაში ინახება გიორგი გახარიაზე თავდასხმის მომენტი პირველივე წუთიდან. შერატონ ბათუმის და სპეცსამსახურების ურთიერთკოორდინაციით შექმნილია ყველანაირი წინაპირობა გახარიაზე თავდასხმისთვის. 2025 წლის 15 იანვარს განხორციელდა ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გიორგი გახარიაზე თავდასხმა, ეს იყო ორგანიზებული, ჯგუფური, შეიარაღებული თავდასხმა, რაც განხორციელდა თვალთვალით და ჩასაფრებით და ამ თავდასხმას ყავდა დამკვეთი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილი, რაც დაადგინა ჩვენს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ და ეს ყველაფერი რეალურად გაცილებით ადრე დაიწყო. რატომ არ არის თავდასხმელები დაკავებული ამ დრომდე? 2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტოვებს თანამდებობას და აფუძნებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას. სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივახციე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე. ეს იყო ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ივანიშვილისგან დამოუკიდებლად გადადგა და მას დაუპირისპირდა. აი ამ მომენტიდან იწყება ივანიშვილის მხრიდან მისი მისამართით პოლიტიკურად მოტივირებული მუქარები, რომელიც სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდა, მათ შორის საზოგადოებას უნახავს საჯაროდ განხორციელებული მუქარებიც. თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. ერთადერთი რისი გათვლაც არ შემეძლო იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარია მიკადრა. ერთ-ერთი ასეთი ინტენსივობით ყველაზე მძიმე საჯარო მუქარა 2024 წლის 21 ოქტომბერს გააჟღერა მან პროპაგანდისტული იმედის ეთერში. აი გახარიას პარტიის წევრები, არ ვიცი, კიდევ ვიმეორებ, რომ არასდროს შეურაცხყოფა არ მიმყენებია პოლიტიკოსის ამ გარეწარს, ამასთან რო დგანან და ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავმტკიცებთ ყველაფერს, რომ რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა ნაციონალური მოძრაობის მოყვანას, როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც. და რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველოს ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევს პასუხისმგებლობა და უკაცრიელ პასუხისმგებლობა. მასაც და მისი პარტიის წევრებს უფრო მეტი გაღიზიანება მათს ემოხს. ისინი ქართული ოცნების წევრები იყვნენ მორალისობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. და დღეს რო თავს იდებილებენ და იმეორებენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს ერთ-ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი კაცს საჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც. და აი ამ მუქარას უკვე მალევე მოყვა მის მიერ შეკვეთილი თავდასხმა გიორგი გახარიაზე. ეს იყო ორგანიზებული, ჩასაფრებით და თვალთვალით განხორციელებული, შეიარაღებული ჯგუფური თავდასხმა, რაშიც უშუალო თავდამსხმელებთან ერთად მონაწილეობდნენ სპეცსამსახურები და შერატონ ბათუმი. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ქვეყანაში. აბა ტემპი. პირდაპირ ეთერში ვართ იცოდეთ. ეს ნათლად დაადასტურა ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილმა სისტემურმა ძალადობამ და წამებებმაც. არ არსებობს პრაქტიკულად ქვეყანაში არც ერთი სხვა ადამიანი, რომელიც იმ მასშტაბის ძალაუფლებას და გავლენას ფლობს, რომ პოლიტიკურ ოპონენტზე, მით უმეტეს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და ბიძინა ივანიშვილისვე განმარტებით მის მთავარ მეტოქეზე თავდასხმის, შემდგომ მტკიცებულებების განადგურების და ამ თავდასხმაში საკუთარი კვალის წასაშლელად მოახდინოს სახელმწიფო და კერძო სექტორის რესურსების მობილიზება. მით უმეტეს ამ მასშტაბის ძალაუფლება არ გააჩნიათ ოცნების რიგითებს. არც ერთი ინსტიტუტი ქვეყანაში და მისი არც ერთი ფორმალური ხელმძღვანელი არ აკონტროლებს სხვა ინსტიტუტს და ფორმალურ ხელმძღვანელს არაფორმალურად, როგორც ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თავდასხმისთვის და შემდგომ უკვე მტკიცებულებების განადგურებისთვის სახელმწიფო რესურსების მობილიზება ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა. გახარიას გუნდის წევრები თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ და გახარიაზე თავდასხმა როგორც კი განხორციელდა ჩვენ შევქმნით საგამოძიებო ჯგუფი, იმავე დღეს ვიმყოფებოდით ბათუმში. ამ საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს იყო შეკვეთილი, ორგანიზებული, ჯგუფური, შეიარაღებული თავდასხმა, რომელიც განხორციელდა თვალთვალით და ჩასაფრებით. სახეში უტყეს და თავში უტყეს, თავის არეში.
კამერები უკვე დაფონდა. შეგვიძლია მივყვეთ ქრონოლოგიურად 14 იანვარს მთელი დღის განმავლობაში გახარია იმყოფება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პარტიის ოფისში და შერატონ ბათუმში. მთელი დღის განმავლობაში მას უთვალთვალებენ ავტომანქანებით, რომელიც ეკუთვნის სპეცსამსახურებს და მთავრობის ადმინისტრაციას. 15 იანვარს უკვე დაახლოებით პირველი საათისთვის შერატონ ბათუმის და სპეცსამსახურების ურთიერთკოორდინაციით შექმნილია ყველანაირი წინაპირობა გახარიაზე თავდასხმისთვის. ანუ სასტუმროს ლობიში ნიადაგი არის მომზადებული იმისთვის, რომ თავდასხმა მოწმეების დასწრების გარეშე განხორციელდეს. ნუ რა მიუთითებს ამაზე? ლობი იყო აბსოლუტურად ცარიელი, მოგეხსენებათ, წარმოუდგენელია, რომ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში რისეფშენში არ იმყოფებოდეს არავინ, უკანასკნელი დონის სასტუმროშიც კი რისეფშენში როგორც წესი ერთი მორიგე მაინც იმყოფება. ამ შემთხვევაში სასტუმრო სრულად იყო დაცლილი ლობი პერსონალისგან, არ იმყოფებოდნენ არც დაცვის თანამშრომლები, ლობიში ბარის მხარეს მხოლოდ თავდამსხმელები იყვნენ ორმაგიდასთან განთავსებულები, მათ შორის იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. ამ დროს არ იმყოფებოდა ლობიში დიმიტრი სამხარაძე, თუმცა მანველიძე და სამხარაძე ერთმანეთთან იმყოფებოდნენ კოორდინაციაში და მათთვის ცნობილი იყო გიორგი გახარიას სასტუმროს ლობიში შემოსვლის დრო. გიორგი გახარიას გარეთ უთვალთვალებდნენ და თავდამსხმელებისთვის ცნობილი იყო, რომ ის დაახლოებით 2-20 წუთზე, 2-22 წუთზე აპირებდა ლობიში დაბრუნებას და ამისთვის უკვე ლობიში იყო სრული მზადყოფნა. იმ დროს, როცა გახარიაზე თავდასხმისთვის ლობიში ყველაფერი გამზადებულია, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ლობიში შემოდის ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. ნუ ეს ბუნებრივი არ შედიოდა თავდამსხმელების გეგმებში, ამიტომ ისინი თანხმდებიან, რომ როგორმე ზვიად ქორიძე შემთხვევის ადგილიდან გაარიდონ და ამ მიზნით ახორციელებენ ამ ადამიანზე თავდასხმას. შერატონი აგრძელებს წინასწარი შეთანხმების მიხედვით თავდასხმისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, კერძოდ მიუხედავად იმისა, რომ ლობიში არის ხმაური და ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ იქ იმყოფებოდეს დაცვა, არ ჩანს არც დაცვა, არ ჩანს პერსონალი. დაახლოებით 5-7 წუთში ამ დროს მე უგლეს ვესაუბრებოდი, ჩამოდის აი აქ მხარეს ლიფტის მხრიდან გამოდის დიმიტრი სამხარაძე თავის თანხმობ ალბათონთან ერთად და მეუბნება რომ მეგიცნობ ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი რაზეც ხარ ჩამოსული და შეიგინა ნაციონალური მოძრაობის მიმართ და გადავიდა გინებაზე, გადავიდა შეურაცხყოფაზე, უთამდა ფეხს მაგიდას, აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის. და რო დავინახე რომ კი აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, მე დავიხარე უკვე ლობისკენ, დაცვას ვთხოვე ხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში, აი ამ დროს რაღაც ნივთი, არ ვიცი, რომელიმე მათგანმა მე ამას ვერ ამოვიცნობ, ვერანაირად მომართა აი აქ და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა, მე ავედი ნომერში. სასტუმროდან არავინ იძახებს პოლიციას, მიზანი არის ცხადი, რომ გახარიაზე დაგეგმილ თავდასხმას ხელი არ შეეშალოს. და ის სწორედ ამ დროს შემოდის უკვე ლობიში გახარია, ეს არის დაახლოებით 01:20-01:22 საათი, რაც თავდამსხმელებისთვის იყო წინასწარ ცნობილი. იმის გამო რომ არ გქონდა სახელმწიფოს მხრიდან ამ საქმის გამოძიების იმედი, ხო, ნუ როგორ გამოიძიებენ, თვითონ იყვნენ ჩართულები ივანიშვილის დავალებით ამ პროცესში. ჩვენ შევქმნით საგამოძიებო ჯგუფი, მე ვიყავი ჩასული ბათუმში, აღვადგინეთ შემთხვევის ადგილი, ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები და ყველაფერი, რასაც ვყვებით, ეს არის მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოყოლილი და ჩვენი გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტები და გარემოებები. ეს არის კარი, საიდანაც შემოვიდა გახარია 2:20 წუთი, 2:22 წუთი იყო დაახლოებით. უკან, ჩემს უკან ხედავთ ბარი, სადაც ორმაგიდაზე იყვნენ განლაგებულები თავდამსხმელები. შემოსვლამდე დაინახეს შუშიდან და აი აქედანვე ლობიდან სანამ შემოვიდოდა გინება, მაშინ დაიწყო. დაახლოებით 3 ადამიანი იყო ინიციატორი. როგორც კი შემოვიდა გახარია, შენიშნა, რომ 3 ნაწილად იყვნენ თავდამსხმელები განაწილებულები, აქედან 2 დაჯგუფება უშუალოდ თავდასხმას ახორციელებდა და მესამე იდგა, აი აქ იდგა და აქედან იღებდა მთლიანად აი ამ თავდასხმის პროცესს. ეს არის ის გადაღება, რომელიც მერე იმედმა საკუთარ ნიუსრუმში დაამონტაჟა. ანუ ერთი დაჯგუფება კართან, მეორე დაჯგუფება აი უკან, ჩემს უკან ხედავთ ლიფტებია, რისეფშენი
აჩენის იქით ამ მხარეს და იქიდან წამოვიდა 5-6 ადამიანი, ოღონდ ეს ერთდროულად ხდება. ბარის მხრიდან წამოსული დაახლოებით 3 ადამიანი, 5-6 ადამიანი, რომელიც იქიდან მოდის და აქედან მხარეს უკვე ერთი ადამიანი, ქალბატონი, რომელიც ამ ყველაფერს იღებს. გახარია აცნობიერებს, რომ ეს არის ჯგუფური თავდასხმა, იმიტომ რომ ის ადამიანები შეიარაღებულები იყვნენ, ბარიდან წამოსული ადამიანები. როგორც კი გახარია ლობიში შედის, თავდამსხმელთა ერთი დაჯგუფება, რომელიც 3 ადამიანისაგან შედგება, იწყებს მისი მისამართით გინებას და ერთ-ერთი მათგანი ახდენს იარაღის დემონსტრირებას. გიორგი გახარია ქაღალდის ჭიქას, რომელშიც მოთავსებულია ყავა, ესვრის შეიარაღებულ თავდამსხმელებს, ამ დროს მას უკნიდან თავში ხდება ბლაგვისაგანი და კარგავს გონებას. თავდამსხმელები აგრძელებენ ძალადობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილს ტოვებენ შავი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანით, რომლის სახელმწიფო ნომერია GD012G. ჩვენ როგორც კი თავდასხმა მოხდა, იმავე ღამეს აქ ჩამოვედით, მთავარი მიზანი იყო, რომ გვენახა ადგილზე რა ხდებოდა. აი ეს ტახტი, სადაც იყო სისხლის კვალი და რეალურად დანაშაულის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაუყოვნებლივ სასტუმრო შერატონ ბათუმის თანამშრომლებმა მოწმინდეს, ანუ მტკიცებულებები დაუყოვნებლივ განადგურდა. უკან ხედავთ რისეფშენს, რომელიც თავდასხმის დროს იყო სრულიად ცარიელი, ანუ პირველ საათზე, როდესაც ბატონ ზვიად ქორიძეზე თავდასხმა მოხდა, რისეფშენში არავინ იმყოფებოდა და ლობიში არ იმყოფებოდა დაცვა. თავდასხმის შემდეგ უკვე იწყება შერატონ ბათუმის და სპეცსამსახურების წინასწარ შეთანხმებული გეგმის შემდგომი ეტაპის რეალიზება და ეს გახლავთ მტკიცებულებების განადგურება. სასწრაფო წესით იწყებენ ყველა იმ მტკიცებულების განადგურებას, რომელიც მიუთითებს ამ დანაშაულის წინასწარ დაგეგმვაზე, შეკვეთაზე, ორგანიზებულობაზე, ურთიერთკოორდინაციაზე და ჩასაფრებით და თვალთვალით განხორციელებაზე და რაც მთავარია მიუთითებს ივანიშვილის როგორც დამკვეთის როლზე აი ამ თავდასხმის განხორციელებაში. საწყისი ეტაპიდანვე იღებენ ზომებს, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც ასახავს ამ დანაშაულის წინასწარ დაგეგმვას და ორგანიზებულობას არ აღმოჩნდეს სასტუმროს რიგითი თანამშრომლების ხელში. თავდასხმის შემდეგ სასტუმრო არ იძახებს ადგილზე პოლიციას, რაც მათ ევალებოდა აუცილებლად. ის იძახებს დამლაგებელს და ასუფთავებინებს შემთხვევის ადგილს. ნახევარსაათზეა მეტი გასული. ბათუმი არის ერთი ბეწო ქალაქი, საცოფი არ არის, ღამის 2 საათია და ცარიელია ქალაქი და მაინტერესებს კიდევ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ უმოქმედობას. პოლიციას ადგილზე იძახებს გახარიას თანადგუნდელი, რომელიც მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე გამოძახებული პოლიცია ცხადდება დაახლოებით 50 წუთის დაგვიანებით, მაშინ როცა პოლიცია მდებარეობს 2 წუთის სავალ გზაზე. შემთხვევა მოხდა შუაღამეს და გზაც თავისუფალია. ისედაც დაგვიანებული პოლიცია ასევე დაგვიანებით იწყებს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, გამოცხადებიდან 2 საათში, დანაშაულის ჩადენიდან 3 საათის შემდეგ. ამ პერიოდში მას რა თქმა უნდა აღარ ხვდება მტკიცებულებები, რომელიც სასტუმროს მიერ არის დალაგებული და წაშლილი. ამის შემდგომ მოდის სუსის წარმომადგენელი და უმოწმებს მობილურ ტელეფონებს შერატონის დაცვის თანამშრომლებს იმისთვის, რომ წაიშალოს პოტენციურად მნიშვნელოვანი ვიდეო ჩანაწერი, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ. იმისთვის, რომ შერატონის დაცვის რიგით თანამშრომლებს ჰქონოდათ შეზღუდული წვდომა კამერების ჩანაწერებზე, ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ პრაქტიკულად გაიტაცა შერატონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სერდარ გუვენი, რომელიც იმავდროულად პასუხისმგებელი იყო კამერების უსაფრთხოებაზე. თქვენ დანაშაულის ადგილის შემოსაზღვრული რატო არ გქონდეთ? ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს. პოლიცია შემთხვევის ადგილის დაცვას, ბრჭყალებში დაცვას იწყებს 5-20 წუთზე, მაშინ, როდესაც დანაშაულიდან უკვე გასულია 3 საათი და პრაქტიკულად არაფერი აღარ არის დასაცავი, იმიტომ რომ შერატონ ბათუმს აბსოლუტურად ყველაფერი განადგურებული აქვს და აი ამ ფონზე მთელი აი ამ პროცესის განმავლობაში ამ მომენტისთვისაც არ სადჩანს შერატონის დაცვა.
ადგილზე პოლიციის ქმედებებიც და 112-თან კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო მასალაც ადასტურებს, რომ რეალურად იქ პოლიცია არ მისულა დანაშაულზე რეაგირებისთვის, მივიდნენ მტკიცებულებების განადგურების უზრუნველყოფისთვის, იმიტომ რომ არც ერთი პოლიციელი და 112-ის წარმომადგენლები არ იყვნენ იქ მოტივირებულები, რომ დანაშაულზე რეაგირება მოეხდინათ. ორი კვირის თავზე გავეცანით საქმის მასალებს. საქმის მასალების გაცნობამ ცხადყო, რომ გამოძიებას რამე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ მოუძიებია, რამე ქმედება, რაც დაადგენდა დამნაშავე პირებს, ან ხელს შეუწყობდა საქმეზე სიმართლის დადგენას. ერთადერთი, რაც გულმოდგინედ გააკეთეს, მათ სრულად ამოიღეს ჩანაწერები და გადამალეს ექსპერტიზაზე, რისი დანიშვნის საფუძველი არ იყო. საქმეში არ არიან დაკითხული თვითმხილველი მოწმეები, არ არის დადგენილი დანაშაულის გარემოებები და დამნაშავე პირები. ის რაც შერატონში მოხდა, ადასტურებს, რომ ეს იყო წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმა ყოფილ პრემიერს. ჩანაწერია შეგიძლიათ დამიდასტუროთ? არ ვიცი, ამის შესახებ შერატონია ჩვენი კამერები ხო არა? შემთხვევის ადგილზე მატერიალური მტკიცებულებების განადგურების შემდეგ უკვე იწყება შერატონ ბათუმის და პროკურატურის კოორდინირებული მოქმედებები, იმისთვის რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი არ გახდეს თავდასხმის ორგანიზებულობის და წინასწარ დაგეგმვის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება კამერების ჩანაწერები, მათ შორის რიგითი გამომძიებლებისთვის და პროკურორებისთვის, რაც მტკიცებულებების განადგურებაში ივანიშვილის პირდაპირ ინტერესზე მიუთითებს. ვიცით ვინ არიან თავდასხმელები? გამოკითხვაზე არავინ არ ყავთ წაყვანილი. ანა რატომ არ არის დაცული პერიმეტრი? თავდასხმის დღესვე 15 იანვარს გახარიას წარმომადგენლები მიმართავენ როგორც შერატონ ბათუმს, ისე მარიოტ ინტერნეშნალს და ითხოვენ როგორც კადრების შენახვას, ისე ასლების გახარიასთვის გადაცემას, რისი სრული უფლებაც გახარიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით ჰქონდა. ამასთან ამ ასლების შენახვას შერატონ ბათუმისგან და მარიოტ ინტერნეშნალისგან ითხოვენ იმის მიუხედავად გამოძიებას სასამართლოს განჩინებით გადასცემენ თუ არა ისინი კადრებს და არგუმენტად გახარიას წარმომადგენლებს მოჰყავთ ის, რომ ეს თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთით რეჟიმის ორგანიზებულია და ბუნებრივია ის უწყებები, რომლებიც ივანიშვილმა თავდასხმისთვის ინსტრუმენტად გამოიყენა, ამ დანაშაულს არ გამოიძიებენ და კადრებს გაანადგურებენ. არ ყოფილა არსად აი ზემოდან მოსული მსგავსი რაღაცა განკარგულება, ნამდვილად 21 იანვრამდე, ანუ მთელი 6 დღის განმავლობაში შერატონ ბათუმი გახარიას უარს ეუბნება კადრების გადაცემაზე, პარალელურად ხელოვნურად აჭიანურებს ოფიციალურ პასუხს და მითითებას აკეთებს კანონით გათვალისწინებულ 10 დღიან ვადაზე და იმიზეზებს თითქოს და იურისტებთან კონსულტაციას და აი ამის პარალელურად გახარიას წარმომადგენლებს ეუბნება, რომ ასლები შერატონ ბათუმს შენახული აქვს. კადრები დაარქივებული გააქვთ? კადრები არის დაარქივებული. და პასუხისგებელი ხართ, რომ დროის რაც არ უნდა დრო გავიდეს, ეს კადრები თქვენთან იქნება და გადმოგცემ მოთხოვნის შესაბამისად. დიახ, რა თქმა უნდა, კადრები არ წაიშლება და არის დაარქივებული და შემოგვიყვება. რეალურად მთელი ეს ხელოვნურად გაჭიანურებული პერიოდი გამოყენებულია კადრების სრულად წაღების ორგანიზებისთვის, მაშინ როდესაც პროკურატურა სასამართლოს ერთი განჩინებით ჩანაწერები უკვე წაღებული აქვს ისე, რომ შერატონისთვის დატოვებული აქვს ასლები. როგორც კი 20 იანვარს გახარია ითხოვს გამოკითხვას და დღის წესრიგში დგება მისი მხრიდან უკვე საქმის მასალების გაცნობა, დაუყოვნებლივ სასწრაფო წესით იწყება ჩანაწერების სრულად წაღების ოპერაცია. რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა გამოკითხვაზე პასუხის დაბრუნებას თითქმის მთელი 48 საათი აჭიანურებენ. ამასობაში 21 იანვარს შერატონ ბათუმი, რომელიც პროკურატურასთან ურთიერთკოორდინაციით მოქმედებს, ყიდულობს მაღაზიიდან 20 ვინჩესტერს, პროკურატურა იმავე დღეს სასწრაფო წესით იღებს სასამართლოდან მეორე განჩინებას და დაახლოებით 14 საათზე მიაქვთ სრული სერვერული ინფრასტრუქტურა. ეს მოიცავს ჩანაწერებს 2024 წლის 28 ოქტომბრიდან 2025 წლის 21 იანვრამდე 200 ტერაბაიტი 36 DVR-ზე, რომლის წაღების არანაირი სამართლებრივი არგუმენტი და მით უმეტეს არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მიზანი იყო ჩანაწერების სასწრაფოდ გადამალვა და ამ ჩანაწერებზე წვდომის მაქსიმალური შეზღუდვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებით შეიძლებოდა ყოფილიყო განპირობებული და მისი მხრიდან მითითებების და მასთან კოორდინაციის გარეშე პრაქტიკულად იყო შეუძლებელი. ამაზე მიუთითებს ასევე ამ ფორმით
უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის წაღება, რომლის წაღების არანაირი საჭიროება არ არსებობდა და რომელმაც რეალურად საფრთხის ქვეშ დააყენა შერატონის ათასობით მომხმარებლის პირადი ცხოვრება და პერსონალური ინფორმაცია. გახარია მხოლოდ მას შემდეგ დაიბარეს გამოკითხვაზე და ადვოკატს მხოლოდ მას შემდეგ მისცეს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, რაც საქმისთვის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, კამერების ჩანაწერი, მისი გახსნის და დათვალიერების გარეშე სამხარაულის ბიუროს უფროსის ივანიშვილისთვის სანდო გიათვაურის ხელში აღმოჩნდა. თავდასხმიდან ივანიშვილის როლის სრულად გაქრობის მიზნით პირველივე დღიდან სრულად ჩაიკეტა კამერებზე წვდომა სასტუმროს რიგითი დაცვის თანამშრომლებისთვის, გამომძიებლებისთვის და პროკურორებისთვის. მიზანი იყო, რომ თავდასხმის უმძიმესი კადრები არავის ენახა, განსაკუთრებით არ ენახათ გამომძიებლებს, რომლებიც შეძლებდნენ მისი გახსნის და დათვალიერების გზით ამ ჩანაწერების მტკიცებულებად გამოყენებას და შემდგომ უკვე აი ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით თავდამსხმელების იდენტიფიცირებას. ამიტომ კადრები ისე დალუქეს და გაგზავნეს ექსპერტიზაზე, რომ არც კი გახსნილა. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ რეალურად პროცესს არა გამოძიება, არამედ ივანიშვილი მართავდა. We just heard former Georgian Prime Minister Georgi Gakharia. გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ხელისუფლების ბანდიტების ჯგუფი თავს დაესხა სასტიკად. ივანიშვილი შესანიშნავად აცნობიერებს ამ თავდასხმის პოლიტიკურ, საერთაშორისო და სამართლებრივ განზომილებას. რეალურად მოყვა კიდეც ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას ძალიან მძიმე საერთაშორისო შეფასებები. ცნობილი გახდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ივანიშვილის მიერ პროცესის მართვის ნათელი დასტურია ასევე ივანიშვილის პროპაგანდის ინსტრუმენტის ტელეკომპანია იმედის მონაწილეობა ამ თავდასხმაში. თავიდანვე დამკვეთის მიზანი იყო, რომ თავდასხმის სრული სურათის ამსახველი ჩანაწერები და შესაბამისად მისი როლი აი ამ თავდასხმაში, როგორც დამკვეთის როლი, ჩაენაცვლებინა იმედის მიერ დამონტაჟებულ კადრებს. შესაბამისად თავდასხმის დღესვე 15 იანვარს იმედმა დაამონტაჟა და 14 საათსა და 24 წუთზე გაავრცელა მის მიერ დამონტაჟებული კადრები, რომელიც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გადაიღო. აღნიშნული ყალბი მონტაჟის ირგვლივ რეჟიმის მიერ გავრცელებული ნარატივი თავდასხმიდან ივანიშვილის გაყვანის მიზანს ემსახურებოდა. ბატონმა გახარიამ დაიწყო ფიზიკური ძალადობა ბატონ დიმიტრი სამხარაძეზე. ეს ფაქტი, რაც მოხდა, აჩვენებს მის ზნეობას. ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიორგი გახარია. როცა მოდის შენთან ადამიანი და გეუბნება მარტივ რამეს, მარტივ ჭეშმარიტებას, რომ შენ ხარ ნაცი, ხო? შენ ხარ ჯაშუში. ეს რაღაცას როცა გეუბნებიან და როცა ხარ მართლა ნაცი და ჯაშუში, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება. თავდასხმის წინასწარ დაგეგმვის და ორგანიზების, კვალის დაფარვის და შესაბამისად ამ თავდასხმიდან ივანიშვილის გაყვანის მიზანზე მიუთითებს ასევე ის, რომ გახარიას ადვოკატს პროკურორმა უარი უთხრა ზვიად ქორიძის ჩვენების გაცნობაზე, ვინაიდან ჩვენება სწორედ თავდასხმის ორგანიზებულ ხასიათს, ჩასაფრებით მის განხორციელებას და ამ თავდასხმაში შერატონის უმოქმედობით თანამონაწილეობას ადასტურებს. ჩემს გუნდთან ერთად. არიცი კიდევ ვიმეორებ, რომ არასდროს შეურაცხყოფა არ მიმყენებია პოლიტიკოსის. ამ გარეწას. თავდასხმიდან ორი კვირის თავზე გამოძიებას არ დაუკითხავს თვითმხილველი მოწმეები, ან პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებიათ, არ ჩაუტარებიათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, არ დაუდგენიათ თავდამსხმელები. ეს ეგრეთ წოდებული გამოძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამოძიების მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ სიმართლის დაფარვაა და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყო შეკვეთით ჩადენილი თავდასხმა, ორგანიზებული, ჯგუფური, შეიარაღებული, რომელიც განხორციელდა თვალთვალით და ჩასაფრებით და სპეცსამსახურებთან შერატონის თანამშრომლობით.